მადლობ ღმერთს კიდევ ესე მოულოდნელად შეიძლება ითქვას მოგვეცა საშუალება ჩამოსულიყავით და შეგხვედროდით ქართულ სათვისტომოს უფლის წყალობით, ჩვენი პატრიარქის კურთხევით, რომლისაგანაც ეს იყო პასუხისგებლობის დაკისრებაც, ჩვენზე წყალობაც, ნდობაც მისი კურთხევა ესე რეალიზდება ხოლმე, ესე რეალიზდება წლების განმავლობაში ასე უცნაურად, რომ გვიწევს სამრევლოს ფარგლებიდან გარეთ გასვლა და ასე შეხვედრების ჩატარება და რა თქმა უნდა, მეუფეს აბას ქრისტეს დარი, მე ვიტყოდი ქრისტეს დარის სიმგაბლის გამოვლინება არის ეს, როდესაც ასევე ჩვენ გვეძლება ერთმანეთთან შეხვედრა, აქაური მამების ქრისტეს მიერი სიყვარული ჩვენს მიმართ ყოველთვის გამოხატული, იმიტომ რომ მე მახსოვს პირველად როცა ვიყავი მამასაბა დამეთანხმება მეუფესაბა ხო თბილისში გავიცანით და როდესაც მისგან იყო ეს მოწვევა ჩამოვედით პირველ ჩამოსვლაზევე აღნიშნეთ აქაური მამების მართლაც როგორი სიყვარულით დახვედრა რომ ახსენდება ის პირველი ჩამოსვლა აღფრთოვანებული ვიყავი მათი მართლაც ესეთი ძმური სიყვარულის გამოვლენებით, იმიტომ რომ ხო ხვდები შეიძლება პატრიარქის უფლის ნებაც არის, ბუნებრივია, ხო ღვთის სიტყვის ქადაგება, გავრცელება, საუბარი, შეხვედრა ქრისტეს მიერი პატრიარქის კურთხევაც არის, მეუფესაბას კურთხევაც, მაგრამ თუ უსიყვარულობა დაგხვდებოდა, მეორედ ხასიათი აღარ გექნებოდა ჩამოსვლისა და ამიტომ მე ყველას დაუმსახურებელ სიყვარულს ვცნობდი და მადლობელი ვარ უფლისა და თქვენი ყველას. რაც შეეხება ზოგადად დიასპორასთან შეხვედრებს, რა თქმა უნდა, დიასპორასთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან ჩვენ როცა დიასპორას ხვდებით ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის ამერიკაში, გარდა იმისა, რომ ქრისტეს შესახებ ვსაუბრობთ, ჩვენ ვესაუბრებით ადამიანებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო სამშობლოს მოწყვეტილები არიან. და ეს მოწყვეტილობა სამშობლოსი განსაკუთრებულ მდგომარეობაში ამყოფებს მათთვის ეკლესიასთან ერთობა გარდა მათი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების არის სამშობლოს მონატრების რეალიზებაც. უფრო მეტად გზნობიარია ხოლმე დიასპორასთან შეხვედრა, ვიდრე თქვა საქართველოში შეხვედრა ადამიანებთან, რომლებიც იქ ცხოვრობენ. ამიტომ ყოველთვის შინაგანად უფრო მეტი ისა გვაქვს რაღაც მუხტი მზაობა, პასუხისგებლობის განცდა და რა თქმა უნდა ეს პასუხისგებლობა გძაბავს კიდევაც გარკვეულწილად და რა ვიცი, აი თუ თქვენი ლოცვას და თქვენი გულმოწყალებას არის საჭირო, რომ თუ რაღაცა ისე არ იქნება, ისე მოლოდინის თქვენ გაქვთ, რომ აქაც თქვენი მხრიდან ვიყოთ შენდობილნი, მოდი ასე ვთქვათ და ჩვენი უძლურება გამოხატული სიტყვაში რაღაცნაირად გადაფარული თქვენი სიყვარულით. თვითონ დღევანდელი დღე და შესაბამისად თემაც. ბუნებრივია, რომ ნახევარსაათში ვერანაირი თემა ვერ ამოიწურება, მით უმეტეს ისეთი თემები, რომელიც გაჟღერებულია თვითონ თემატიკაში, სათაურში, ქართული სულის გადარჩენა. წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხედვა. იმიტომ რომ თვითონ თითოეული ეს სიტყვა ისეთ სიღრმეებს მოიცავს, რომ ბუნებრივია ეს მონოლოგი იქნება უფრო თეზისების სახით წარმოჩენილი, თუ როგორ შეიძლება ვიფიქროთ და როგორ შეიძლება ვხედავდეთ აი ამ ყოველივეს, რას ნიშნავს ქართული სული, რას ნიშნავს გადარჩენა საერთოდ. გრიგოლ ხანძთელის ხედვა, ბუნებრივია გრიგოლ ხანძთელი ეს არის ადამიანი, რომელმაც ფაქტურად საქართველოს შექმნა, შეიძლება ასე ვთქვათ. და როგორ ხედავდა ეს, რა თქმა უნდა, ვერ ამოვწურავ ჩვენ ამას ნახევარსაათში, მაგრამ თუ მოვნიშნეთ ძირითადი საკითხები, თეზისები მაინც თუ ჩამოვაყალიბეთ, უკვე ესეც კი საქმეა და თითოეულ ჩვენგანს მერე ფიქრის საშუალება ეძლევა, რომ ამ მიმართულებით იფიქროს და თავის სულიერ ცხოვრებაში თითოეულმა ადამიანმა მეტი სიღრმე მისცეს. ნებისმიერ თეოლოგიურ საკითხზე როცა ვსაუბრობთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტერმინოლოგიას. როცა ვსაუბრობთ, თქვათ ქართული სული, რას გულისხმობთ ამ ქართულ სულში? ქართული სულის გადარჩენა. თორე რა იგულისხმება, რა უნდა გადავარჩინოთ? რას გულისხმობთ ქართულ სულში? და ერთი შეხედვით, როცა ადამიანი ამას ამ სიტყვას ესე ახსენებს, ქართული სული თითქოს გასაგებია, ხო, ქართული სული და როგორც კი ჩაუღმავდები, აღმოაჩენ, რომ არც ისე მარტივია თვითონ ამ ტერმინის გაშიფრვაც კი. და მე თუ დავიწყებთ საუბარს, მე შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ პასუხი არ აქვს გაცემული, რას გულისხმობ? მე თვითონ რას გულისხმობ ამ ქართულ სულში? რა არის ეს ქართული სული? მე ვიცი ადამიანის სული, თუ მწამს სულის უკტავების, მაგრამ ქართული სული რა არის? მე ვიცი ჩემი სული, იმის სული, სხვის სული, ქართული სული რას ნიშნავს?
მნიშვნელოვანია თუ არა ამაზე პასუხისგაცემა. ჯერ ერთ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დღეს შევიკრიბეთ როგორ გადავარჩინოთ ქართული სული და გრიგო ხანძთელი რას გვეუბნება, მაგრამ მეორე ჩვენ თუ არ გვეცოდინება რას ვუწოდებთ ქართულ სულს, ჩვენ როდესაც დიასპორაში, განსაკუთრებულად დიასპორაში, როცა ქართველები ვიკრიბებით, საქართველოს მოდელირებას ვაკეთებთ რაღაცნაირად, ხო, სხვადასხვა ადგილას. თუ ჩვენ არ გვესმის ქართული სული რას ნიშნავს, ამ მოდელირებასაც ვერ გავაკეთებთ და რაღაცა ბუტაფორიას შევქმნით, რომელსაც არანაირი შედეგი არ ექნება. და შეიძლება მომიწყენთ, მაგრამ ქართული სული დავიყვანოთ, ჭამის წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ წვადის შეწვავდე მაგალითად. ასევე შეიძლება დავიყვანოთ დათრობამდე, გესმით? სადღეგრძელოებამდე, რომელსაც არანაირი კავშირი რეალობასთან არ ექნება. მაგალითად სადღეგრძელოში შეიძლება დიდი გულმხურვალებით ყანწით დავლიოთ ქართულ სალოცავებს და ჩვენს დედა ეკლესიას გავუმარჯოთ, მაგრამ ვერ გავაცნობიეროთ, რომ ეკლესია აბსტრაქცია კი არ არის. ჯერ ერთი ეკლესია არის საიდუმლოება, ანუ მისტიკა და პირდაპირ კავშირი ღმერთთან. და მეორეს ერთი ეკლესიას თავის ხილული მხარე აქვს და ეს ხილული მხარე არის პატრიარქი, სინოდი და პატრიარქისა და სინოდის კურთხევით ეპისკოპოსი. ეპისკოპოსი არის ხილული მხარე ეკლესიის. როგორ შეიძლება მე სადღეგრძელოში უშტებს გულში ვიბრაგუნებდე, რომ აი ჩვენი დედა ეკლესია და რაღაცა და ამ დროს ვერ ვხედავდე ჩემს რეალურ ცხოვრებაში ხილულ მხარეს ეკლესიისას, ანუ ეპისკოპოსს. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანს ყველა უყვარს, სამშობლო უყვარს, ყველა უყვარს, მაგრამ მეზობელი არ უყვარს, ოჯახის წევრი არ უყვარს. ანუ რეალურად რაშიც უნდა გამოვლინდეს ჩვენი სიყვარული. საქმეში როგორ უნდა წარმოჩინდეს ჩვენი სიყვარული. როცა ამას ვერ ვაკეთებ და მარტო ზოგადი ფრაზებით შემოვიფარგლები. გესმით, აი რა არის ქართული სული? რა შევლინდება ქართული სული? შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ქართული სულში არ იგულისხმება ადამიანის ინდივიდუალური სული, ჩემი სული, ეს სხვა რაღაცა. ქართული სული ეს არის ის იდეა, რომელიც აერთიანებს, ვთქვათ, ქართველებს ამ შემთხვევაში, ან ქართული კულტურის მქონე ადამიანებს, რომლებიც ქართულ ენაზე მეტყველებენ და ერთად თანაცხოვრობენ, კრავს ერთ-ერთად და ერთ სახელმწიფოდ, ეს სახელმწიფო რო გვაქვს, ეს წყალობაა, უნდა ითქვას, იმიტომ რომ სოფლიოში არიან ერები, რომელთაც ჩვენზე მეტნი, მაგრამ სახელმწიფო არ გქონია და არასოდეს არც არა აქვს, ან გქონია და დაკარგეს და ჩვენ სულ გვქონდა სახელმწიფო და როცა არ გქონდა ეს პერიოდები, ყოველთვის ვიბრძოდით, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა აღდგენილიყო. და ეს იდეა გვაერთიანებს და თქვენს განატრებთ საქართველოს და გაძლევთ ძალას, რომ არ გაითქვიფოთ და არ დაიკარგოთ. და რა არის მაინც ეს, რა შევლინდება მაინც, რა იდეაა ეს? ჩვენ შეიძლება ბევრი ვიფიქროთ, მაგრამ ეს ნაფიქრალიც არის და შეიძლება ველოსიპედის გამოგონება არ დაგჭირდეს. აი მაგალითად დღეს გრიგო ხანძთელის ხსენებაა, ხო და ჩვენ ვიცით რა გვიწერია წიგნში, რომელიც გრიგო ხანძთელის ცხოვრებას აღწერს, რომ რა არის საქართველო. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც ქართულ ენაზე ღმერთს ესაუბრებიან. გახსოვთ ეს ცნობილი ციტატა ქართლად ფრიად ქვეყანა და ღირაცხები, სადაც ჟამი ქართულად შეიწვრის და ლოცვა ყოველი აღევლინების ქართულ ენაზე. ანუ ეს არის იმ ხალხის ერთობა, რომელსაც მისტიკური კავშირი, ანუ საიდუმლო კავშირი აქვს და მინდა გითხრათ, რომ ქრისტიანობა არის სწორედ საიდუმლო კავშირი ღმერთთან. ეს არის ქვეყანა, რომელიც დასახლებულია ხალხით, რომლებიც მისტიკურ კავშირს ამყარებენ თავიანთ იმ ენაზე, რომლითაც ერთმანეთთან ახდენენ კომუნიკაციას. ანუ ქართულ ენაზე ამყარებენ კავშირს სამყაროს შემოქმენ ტრანსცენდენტულ ცოცხალ ღმერთთან. აი ეს არის ქართული სული, რომელმაც შექმნა დანარჩენი ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიზუალურად ხედავთ. ეს არის ჩვენი გარეგანი კულტურა, ჩვენი ლიტერატურული ენა, ჩვენი ხუროთმოძღვრება, ჩვენი გალობა, ყველაფერი აბსოლუტურად რაც კი გვაქვს. ყველაფერი ამან შექმნა. და ხედავთ, ესე იგი, როგორც კი ქართულ სულზე ვსაუბრობთ, იმ წამსა გრიგო ხანძთელი გაგვახსენდა, სხვათაშორის მე ამას ილია მართალი სხვანაირად იტყვის. მამული ენა სარწმუნოება. მამული ქვეყანა, ან ფრიად ქვეყანა აღირაცხების ხანძთელთან, ენა ქართულ ენაზე ჟამი შეიწირვის ლოცვა ყოველი აღევლინების და მამული ენა სარწმუნოება, ანუ სარწმუნოება, ანუ ქრისტიანობა, ანუ ღმერთთან ურთიერთობა და ილიამ ეს სხვანაირად გააჟღერა. უნდა
ითქვას, რომ ილიამ როცა ეს გააჟღერა, ეს ტრიადა, ღირებულებითი ტრიადა, ილიას ეს სიტყვები ხორჩესხმული ვერ აღმოჩნდა, იმიტომ რომ ილიამ თქვა, მაგრამ იმის მერე ქართული სახელმწიფოებრიობის და ეროვნულობის და სულიერების მდგომარეობა სულ უკან და უკან მიდის, დღესაც ასეა. მაგრამ ეს იდეა ოდესღაც აღმოჩნდა ხორჩესხმული გრიგოლ ხანძთელის დროს. იმიტომ რომ აი გრიგოლ ხანძთელის შესახებ სამწუხაროდ ამხელა წმინდანი ყავდა მეუფე ბრძანა, რომ მისი დარი წმინდანი მსოფლიოში აი ეხლა უცებრო და დაასახელო, შეიძლება თითებზე ჩამოსათვლელი გაგვიხდეს. რამდენიმე მოციქული, თქვა იონე მოციქული შეიძლება დავასახელოთ და თქვა პეტრე და თქვა იაკობი და თქვა პავლე მოციქული და მე რამდენიმე ესე ძალიან დიდი წმინდანები რა, დიონესე არეოპაგელის დარი წმინდანები და გრიგოლ პავლამას და სიმონ ახალი ღვთისმეტყველის და ესეთ დარი წმინდანები შეიძლება გავიხსენოთ და გრიგოლ ხანძთელი აი ამ დარის წმინდანია, ასეთი დიდებულებაა, ასეთი დიდებული წმინდანი გვყავს. წარმოგიდგენიათ ილია ჭავჭავაძე არ იცოდა გრიგოლ ხანძთელის არსებობის შესახებ. იმიტომ რომ საქართველოს დაკარგული ქონდა ხსოვნა ამ საოცარი ადამიანის შესახებ, რომლის გავსი არ ყოლია ჩვენ, არ ყოლია. და ესე იგი მე-19 საუკუნის ბოლოს იქნა აღმოჩენილი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ეს ხელნაწერი. ნიკომარმა პირველი კრიტიკული გამოცემა გააკეთა და სამწუხაროდ მისი თეოლოგიური განმარტება იყო ძალიან მდარე ხარისხის, როგორც თეოლოგიური, თუმცა დიდი საქმე იყო მაინც ეს, იმიტომ რომ მან ქართულ საზოგადოებას გააცნო, უკვე ილია ჭავჭავაძე ცოცხალი აღარ არის. შემდეგ დაიწყეს მისი კვლევა, როგორც ლიტერატურული ძეგლის, როგორც ძველი ქართული რაღაც კულტურის ნაწილის და ისტორიოგრაფიის ნაწილის და საინტერესო რა არის, ყველა მკვლევარი, მათ შორის ათეისტები და მოგეხსენებათ საბჭოთა კავშირში იკვლევდნენ ახლა უკვე ამას, ათეისტები იკვლევდნენ, მორწმუნეებმაც მერე დაიწყეს რა თქმა უნდა მასზე საუბარი, მაგრამ ერთ რამეში ყველა თან ხვდებოდა, რომ არა გრიგოლ ხანძთელი არ იქნებოდა საქართველოში დავითის და თამარის ეპოქა. ეს რომ მორწმუნე იტყვის, ეს გასაგებია, იმიტომ რომ ხო გესმით, გაპარტახებული საქართველო არაბობა, რომელსაც წერტილი დავით აღმაშენებელმა დაუსვა, იმიტომ რომ თბილისი გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე გაანთავისუფლა. ფაქტობრივად ცენტრი მორღვეულია, ყველაფერი მორღვეულია და ნახეთ რა საოცარ ამას აკეთებს ახალგაზრდა წმინდა გრიგოლი. მიდის პროვინციაში, საქართველოს პროვინციაში და იქ პროვინციაში ყველასგან განშორებული იწყებს სამონასტრო ცხოვრებას. სასურველია რომ ყველა ვნახოს ეს ჩვენი ტკივილიც და ჩვენი ისტორიის განსაცვიფრებელი ფურცელიც. ეს არის აი ქართული ათონივით არის. ხო, იცით ათონის მთა არ გამოდგება პრინციპში საცხოვრებლად. იმიტომ რომ აი თაგორიანია და ვერც მოხნა, ვერც ათესავ რაღაც ისეთი ადგილია, თაგორიანია ძალიან. ტაო-კლაჯეთი არ გამოდგება საცხოვრებლად. ეს არის სამონასტრო სულიერი ცხოვრების ადგილი, ეს არის ულამაზესი მთები, ფერადი ამ სტუს პირდაპირ გაგებით, სხვადასხვა სურნელებით ყოველ ხეობაში. კამკამა მდინარეებით, საოცარი საქართველოში ყველგან ათასნაირი ბუნებაა და მსგავსი ბუნება არსად არ არსებობს, რაღაც აბსოლუტურად ორიგინალურია. იქ იწყებს მოღვაწეობას, ტაო-კლარჯეთიდან წარმოვიდნენ ბაგრატიონთა დინასტია და საბოლოო ჯამში ყველა მკვლევარი ამბობს ამას, რომ დავითის და თამარის საქართველოს სულიერი საფუძვლის ჩამყრელი იყო გრიგოლ ხანძთელი. და საინტერესოა კიდევ მეორე, იმიტომ რომ ათეისტებიც, მე ხა სხვა რაც წავიკითხე ამ თემაზე, ყველა მკვლევარი ერთ ცალსახად ამას ამბობს, რომ არა გრიგოლ ხანძთელი არ იქნებოდა დიდი საქართველო. აი ნახეთ რა საოცრებაა ეს. ანუ ის რასაც ჩვენ ქართულ სულს ვეძახით, რომ გადარჩა. სწორედ გრიგოლ ხანძთელის დამსახურება. ხა თვითონ გადარჩენაში რას გულებს ხო? რა არის გადარჩენა? გადარჩენის ქრისტიანული გაგება რა არის? ჩვენ ვიცით რომ იესო ნიშნავს მხსნელს, გადამრჩენელს, მაცხოვარო, იესო მაცხოვარო ჩვენო, ანუ იესო ქრისტე მაცხოვარო ჩვენო, რო თარგმნოთ თანამედროვე ქართულ ენაზე, ნიშნავს იესო ქრისტე გადამრჩენელო ჩვენო. რისგან უნდა გადაგვარჩინოს? რა გვაქვს ჩვენ გადასარჩენი? აი ეს ქრისტიანული გაგებით გადარჩენა, ცხონება, ხო? ეს არის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი ქრისტიანულ თეოლოგიაში. ამას ატო უსვავ ხას, იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ, ჩემი პატარა გამოცდილებით მამების დამითანხმებიან და თავისთავად ხადია მეუფეს აქვს ეს ცოდნა თავისი სამღვდელმთავრო პრაქტიკიდან, რომ შეიძლება ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობდეს, ეკლესიაში დაბერდეს კიდევაც, იყოს აღსარებელი და მაზიარებელი, მაგრამ
მას წარმოდგენა არ ქონდეს, რას ნიშნავს ცხონება და გადარჩენა. აბა როგორ შეიძლება კაცო თუ ცხონება გადარჩენაზე დიახაც შესაძლებელია. როცა ადამიანი რელიგიურ ცნობებს იკმაყოფილებს, მას აქვს ილუზია, რომ ის ყველაფერს აკეთებს და სიღრმეს აღარ აძლევს იმ სიტყვებს, იმ ტერმინებს, იმ ცნებებს, რომელსაც ქრისტიანობა გვაწვდის. არ ფიქრობს, რას ნიშნავს მარადიული სიცოცხლე. არ ფიქრობს იმას, რომ რატომ მოგვცა ადამიანად მოსულმა ღმერთმა საშუალება იმისა, რომ ღმერთ ჩვენ მამა უწოდოთ. რატო არ უწოდებს ღმერთს მამას არც ერთი სხვა რელიგიის წარმომადგენელი, გარდა ქრისტიანებისა. რას ნიშნავს ეს? არის თუ არა კავშირში ჩემი გადარჩენა, პირადი გადარჩენა იმასთან, რომ მე ღმერთის შვილი უნდა გავხდე. როგორ უნდა გავიაზრო ღმერთიშვილობა რას ნიშნავს? რატომ არ უწოდებს თქვა სხვა რელიგიის წარმომადგენელი ღმერთს, რატო არ მიმართავს ესე მამათი? რატომ ვერ აცნობიერებს საკუთარ თავს ღმერთის შვილად სხვა რელიგიის წარმომადგენელი? და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა როლი შეასრულა ღმერთის განკაცებამ ჩემი ღმერთთან ყოფნაში? რა როლი შეასრულა? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და პასუხისგებლობით ვიტვირთები, როცა ჩემს გადარჩენაზეა საუბარი. გესმით და ეს არის საკითხები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ამაზე პასუხი რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამაზე პასუხი უნდა გაეცეს ინდივიდუალურად, პიროვნულ დონეზე. და როცა ვსაუბრობთ გადარჩენაზე, აი მე ვარ თქვათ პატრიოტი ქართველი, რომელიც საუბრობ ჩემი სამშობლოს გადარჩენაზე და მუშს გულშიც ვირტყავ. თუ არ გავაცნობიერეთ ჩემი პირადი გადარჩენა რას ნიშნავს, შეუძლებელი გახდება ეროვნულ გადარჩენაზე საუბარი. თქვათ რომელიმე X მამულიშვილი, შესაძლებელია ეს იყოს ჭიქით ხელში, ყანწით ხელში, უკაცრავად ასეთი უტრირებისათვის, მაგრამ სამწუხაროდ ეს ხდება ხოლმე. და ამ დროს ესეთი რამე შეიძლება იყოს. ითქვას, რომ დიახ, მამაო, აბა მამა ვარ მეუფეს მიმართავს, მამაო მეუფე, აბა დიახ, ეკლესიამ უნდა მიხედოს საქმეს. ეკლესიას დიდი როლი აქვს საქართველოს გადარჩენაში და ხალხს ეს სჭირდება, ჩვენ ქვეყანას ეს სჭირდება. და ამ დროს თვითონ პირადად წარმოდგენა არ აქვს შეიძლება რას ნიშნავს გადარჩენა, იმიტომ რომ პირადად ეს მისი პრობლემა არ არის. ეს ძალიან ხშირად არის ხოლმე, ეს ადამიანს სიტყვაში ეთყობა, ცხოვრების წესშიც ეთყობა. გადარჩენა არის თითოეული ჩვენგანის ყველაზე მთავარი ეგზისტენციალური პრობლემა, რომელიც არათუ მოგვარებული არა გვაქვს, არამედ ხშირ შემთხვევაში გააზრებულის კი არა გვაქვს, რას ნიშნავს და იცით რას ნიშნავს, როცა გააზრებული არა გვაქვს გადარჩენა? ხსნა, ცხონება, რას ნიშნავს ინდივიდუალური? ეს ნიშნავს იმას, რომ არც ერთი სიტყვა, რომელსაც მე ლოცვისას ვამბობ, წმინდა წერილის დროს ვკითხულობ და არც ერთი ჩემი ზიარება არ არის ნამდვილი. აი, სიმონა ღვთისმეტყველს აქვს ესეთ სიტყვები. არაფერი ისი არ ზძაგს. ღმერთს როგორც გაუაზრებლად წარმოთქმული ლოცვის სიტყვები. ანუ მე თუ არა მაქვს გააზრებული ჩემი პირადი ცხონება და გადარჩენა რას ნიშნავს და ვამბობ მამაო ჩვენო რომელი ხარ სათაშინა და ვამბობ ამ ლოცვებს და არ მესმის ეს რას ნიშნავს. ეს არის სიტყვის ღვთის სახელის ამაოდ მოხსენიება. ამიტომ ეს თუ არ გავარკვიეთ ჩვენს მამულიშვილობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია საერთოდ. იმიტომ რომ კურნალო განიკურნე თავი თვისი. მე თუ არ ვიცი მე როგორ გადავრჩე. მე ჩემ ერს როგორ უნდა გაუწიო შემწეობა. გესმით, თუ მე არ ვიცი მე თვითონ როგორ გადავრჩე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რას ნიშნავს ეს. დავტოვეთ თეზისი, უნდა გავიაზროთ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ გავიაზრო რას ნიშნავს ვარ ღმერთის შვილი. აი სანამ ქრისტიანი გავხდებოდი, ვიყავი თუ არა ღმერთის შვილი. აი არა, მე ვარ ქრისტიანი, თქო ვიღაცა არ არის ქრისტიანი. ვიღაცა არის ქრისტიანი, მე არა ვარ. ან სხვა რელიგიის წარმომადგენელი ვარ, ან ქართველი ვარ, მაგრამ აი რა ვიცი, რაღაცა წამს, სალოცავები, მაგრამ აი ქრისტიანულად არ ვცხოვრობ. ვარ თუ არა ღმერთის შვილი? პასუხი არის ცალსახად. არა ვარ ღმერთის შვილი. არა ვარ. პოტენციაში როგორ არა ვარ, კაცო? ყველა ადამიანი პოტენციაში ერთნაირია. პოტენციაში როგორ არა ვარ, მაგრამ რეალობაში ღმერთის შვილი არა ვარ. გესმით რა შეასაკ? აი პოტენციაში ვარ თუ არა მე მუსიკოსი. პოტენციაში ალბათ ვარ მუსიკოსი. მაგრამ ბავშვობიდან არ მისწავლია და ჩემი ნიჭი არ განვითარებულა და არა ვარ რეალურად მე მუსიკოსი არა ვარ. და პოტენციაში ვარ. ადამიანი რო იბადება, ბავშვი, ლაპარაკობს თუ არ ლაპარაკობს, არ ლაპარაკობს. პოტენციაში შეუძლია თუ არა მას მეტყოლება, შეუძლია. რეალობაში ჯერ არ შეუძლია. 100%-იანი შეიძლება, არ ვიცი.
რადგან თუ ის ბავშვი სოციუმში არ აღიზარდა, აი ჩვილობიდან როგორც კი დაიბადება, თუ ბავშვი სოციუმში არ აღიზარდა 8 წლამდე, თუ მას ადამიანური მეტყველება არ ესმის, ის ვეღარასოდეს, აი 8-9 წლამდე თუ არ ესმის, ვეღარასოდეს ვეღარ ისაუბრებს. ესევე ემართება თვალს, ბავშვი თუ დაიბადება და სრულ სიბნელეში ამყოფ, აი ეს დაახლოებით იგივე ასაკამდე და მე გაიყვანო გარეთ. სრულ სიბნელეში ვეღარასოდეს ვეღარ დაინახავს. გესმით? ის რომ პოტენციაში მე რაღაცა მაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ის რეალიზებულია. რაღაც პოტენციაში ყველანი ღმერთის შვილები ვართ, მაგრამ ის ჩემში არ რეალიზებულა. არ რეალიზებულა. და მე უნდა გავიაზრო ეს რას ნიშნავს. ეგება ჩემშიც არ რეალიზებულა. და გადარჩენილი ნიშნავს იმას, რომ მე ღმერთის შვილი უნდა გავხდე. ამას ნიშნავს და ასევე უფალი ნახეთ რას ამბობს, თავიდან უნდა დავიბადო. და ასევე წმინდა პავლე მოციქული ამბობს, ახალი ქმნილება უნდა გავხდე. ქრისტიანი არის სხვა ქმნილება და იგი განსხვავდება ყველა ადამიანისაგან. ამით, რომ ის სხვა ახალი ქმნილება, ახალი ღმერთის შვილი. და ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქრისტე ერთხელ ლოცვის დროს ეს ხდება გეციმანის ბაღში, როცა სხვა მხრივ გვაჩვენებს, რომ ყველაზე ზრუნავს, ერთ ადგილას ესეთ რამესაც კი ამბობს, რომ მე გევედრები ზეციურ მამასეონება, ჩემი მოწაფეებისათვის და არა ყველასთვის, ჩემებისთვის, აქაც გაყოფას აკეთებს. ამიტომ მე უნდა გავიაზრო, რას ნიშნავს გადარჩენილი ადამიანი და ვარ თუ არა მე გადარჩენილი. როგორია გადარჩენილი ადამიანი და მივადექით გრიგოლ ხანძთელს. გადარჩენილ ადამიანზე სახარებაში ძალიან ბევრი რამე წერია. მაგალითად, მამაოჩონოში ხო მამაოჩონო პირველი სიტყვა მეუნება, რომ გადარჩენილი თუ გინდა უნდა იყო ღმერთის შვილი და მე ყოველი სიტყვა არის პირველი სიტყვა როგორ რეალიზდეს, ჩემი ღმერთისადმი შვილობა როგორ რეალიზდეს. აი ყოველი სიტყვა არის ერთგვარი პროგრამა, რომელსაც თითოეულს უსასრულო სიღრმე გააჩნია, ამიტომ მამაოჩონოს ამ ლოცვის ამოწურვა არის შეუძლებელი. გარდა ამისა, აი მაგალითად სახარებაში არის ეს სიტყვები, რომ უფალი გვეუბნება, რომ იყავით ნათელი ამას სუფლისა და ეს ნათელი ისე უნდა ბრწყინავდეს, რომ ამ ნათელს სხვები ხედავდნენ და სხვებს გაუჩნდეთ სურვილი ღვთისძიებისა და დიდებისა. გესმით? ანუ მე თუ გადარჩენილი ადამიანი ვარ, მე ვხდები ნათელი და ნათელი ვინ არის? მე ვარ ნათელი სოფლისა. ქრისტე ამბობს, ანუ ნათელი არის ღმერთი, რომელიც მოვიდა ადამიანად. გადარჩენილი ადამიანი ნიშნავს, რომ მე ვხდები ღვთის ტაძარი და ჩემში ეს ნათელი შემოდის და ჩემში იწყებს ქრისტეს ცხოვრებას. თუ ქრისტე იწყებს ცხოვრებას, ქრისტესთან ერთად ცხოვრებას იწყებს მამა ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი, მე ვხდები ტაძარი და მე ქრისტეს ნათლით ვანათებ და ამ ნათელს ხედავენ სხვა ადამიანები და სხვა ადამიანებსაც უჩნდებათ სურვილი, რომ ღმერთი ეძებოდა ჩემსავით გახდნენ ღვთის ტაძარი და ისინიც გახდნენ ღვთის ნათელი. რა არის ღვთის ნათელი? პირდაპირ პასუხი არის, ნათელი არის თავად ღმერთი და გარდა ამისა, ამ ნათელს თავისი გამოვლინებები აქვს. მაგალითად, სიყვარული, სიმშვიდე, სიმდაბლე, სარწმუნოება, დიდსულოვნება, გულმოწყალება, აი ეს თვისებები, რაც ქრისტიანს უნდა ქონდეს, ეს არის საღვთო ნათლის გამოვლინებები, მაგრამ თუ ადამიანის გულმა ბოლომდე გახსნა კარები ღმერთისათვის, ეს ნათელი პირდაპირ ხილულ ნათლად იქცევა. ოღონ არა ფიზიკურ ნათლად, არამედ ღვთაებრივ ნათლად, რომელსაც ადამიანები ნაწილი ინტუიციურად გზნობს, ნაწილი ხედავს და აღიქვავს. პირდაპირ გაგებით ხდება ნათელი და ეს ნათელი ის ნათელია თაბორის თაზე ფერისცვალები ჟავს მოციქულება რო იხილას. გრიგოლ ხანძთელი არის პირდაპირ მაგალითი იმისა, რას ნიშნავს იყო გადარჩენილი განხთობილი ადამიანი. ვისაც მის ცხოვრება წაკითხული გაქვთ, განსაცვიფრებელ რამეს ხედავთ. ესე იგი, როცა გრიგოლ ხანძთელი ლოცულობს, ყოველთვის, თითქმის ყოველთვის როცა ლოცულობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითია წმინდა წერილში აღწერილი, როგორც კი ლოცვას იწყებს, მასში არსებული ღმერთი იწყებს თავის გამოვლინებას. როგორც ქრისტეში მოხდა ფერისცვალების ჟამს. ქრისტე ყოველთვის ატარებს ამ ნათელს, მაგრამ ვერ ხედავენ და თაბორის თაზე რო აიყვანა, მათ მისცა გარკვეული დროით განხთობის შესაძლებლობა და მათ ქრისტეში არსებული ნათელი იხილეს. ქრისტე, რომელიც ამაღლდა ზეცად როგორც ადამიანი, როგორც ღმერთი იწყებს ცხოვრებას თითოეულ ადამიანში, რომელიც მისი სხეულის გაგრძელება
შეიძლება ნათლობით და ზიარებით. ქრისტე ცხოვრობს გრიგოლ ხანძთელში და გრიგოლ ხანძთელი იმდენად განწმენდილია გულით, რომ ის ღმერთს მთელი სისავსით ატარებს, როგორც შეუძლია ადამიანს დაიტიოს, ამიტომ როგორც კი მას მიმართავს ლოცვაში, ქრისტე ავლენს თავის თავს გრიგოლ ხანძთელის გულიდან და მისი გულიდან ჯვრის სახით გამოდის ნათელი ისეთი, რომელიც აბუდღიალებს ყველაფერს იმ დონეზე, რომ გონიათ ხანდახან, რომ ხანძარი ხო არ გაჩნდა. ასევე როცა ის მოწაფეებთან ერთად ლოცულობს, მის მოწაფეებსაც იგივე ემართებათ. განღმრთობილი ადამიანი რეალურად საღვთო ნათელს ატარებს, რომელიც სხვა ადამიანების მიერ ხილული ხდება და ცვლის სამყაროს. ისე ბრწყინავდეს თქვენი ნათელი, რომ სხვებმა იხილონ და ეძებდნენ და ადიდებდნენ ღმერთს. ოქროპირი იტყვის, იოანე ოქროპირი, რომ ერთ მართალ ადამიანს, რომელიც ქალაქში ცხოვრობს, ერთი მართალი ადამიანი, მთელი ქალაქის გადარჩენა შეუძლია. მსგავსი რაღაცა ჩვენ ძველ აღთქმაშიც ვიცით, როცა აბრაამი ევედრება ღმერთს და 10 მართალი მაინც თუ იქნებოდა გადარჩებოდა. სოდომ გომორ, ყველაზე საზღარი, ესე იგი, ცოდვებით დამძიმებული ქალაქიც კი გადარჩებოდა 10 მართალი ყოფილიყო. და ოქროპირი ამბობს, ერთი მართალი გადარჩევს თელ ქალაქს, მერე წმინდა სერაფიმე საროველი ამბობს, რომ შენ გადარჩი და შენს გარშემო 1000-ები გადარჩებიან. გრიგოლ ხანძთელი ისეთი მართალი აღმოჩნდა, რომ მან საქართველო გადაარჩინა, მან შექმნა ნამდვილი დავითისა და თამარის საქართველო. იმიტომ რომ რას ნიშნავს მასში არსებული ნათელი, რომელიც ანათებს? ეს ნიშნავს, რომ ღმერთი რეალურად ამ ადამიანში მთელი სიცხადით ავლენს თავს და ის გარემოს ცვლის. ეს გარემოს ცვლილება ბევრ რამეში გამოვლინდა მის ცხოვრებაში. ჯერ თვითონ საინტერესოა, რატომ მოხდა გრიგოლში ამგვარი რამ. ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან სიწმინდით იზრდებოდა, იყო საოცრად ცოდნის მოყვარე, მოდი ესე ვთქვა, მთელი ცხოვრება სწავლობდა, ეს ერთი და მეორე, საოცარი სიმდაბლე ჰქონდა ამ ადამიანს, შეიძლება ის თქვას, ეს ფიგურალური გამოთქმა რო ვიხოროთ, კარდაკარ დადიოდა და ყველა მოღვაწისაგან სწავლობდა იმას, რაც ამ მოღვაწეს ჰქონდა და სხვას არ ჰქონდა. ზოგისგან მარხვას სწავლობდა, ზოგისგან ლოცვას სწავლობდა, ზოგისგან ასე შემდეგ ასკეტურ ცხოვრებას, ესე კარდაკარ დადიოდა. დატოვა საქართველო და ჩავიდა ბიზანტიურ სამყაროში და იქ ისწავლა. იქიდან ჩამოიტანა უამრავი რამ. ადამიანი, რომელიც მუდამ სწავლობდა. ამ სწავლების ერთ-ერთი ნაყოფი იყო, რომ მან შექმნა სკოლა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო თავისთვის კი არა აკეთებდა ამას, რომ პირადად ყოფილიყო განხთობილი, არამედ სკოლას და რა არის სკოლა ახლა. მე ვხედავ გრიგოლ ხანძთელს და ვიტყვი, რა მაგარია. მაგრამ როგორ არის, გრიგოლ ხანძთელი მაგარია და მე რა? მე არც არაფერი. მაგრამ სკოლა რო შექმნა, ეს ნიშნავს რა, რომ მე იმ სკოლაში ვსწავლობ, მეც როგორ გავხდე ისეთი, როგორც გრიგოლ ხანძთელი იყო. ესეთი სკოლა შექმნა, ამიტომ ჩვენ ხედავთ, რომ მისი მოწაფეებიც ეგეთები არიან, კაცო. ხო შეიძლება თვითონ იყო რაღაც ხარიზმატული და არა, მისი მოწაფეებიც ეგეთი არიან. და ამით ჩვენ გვითხრა მომავალ თაობას. მე-20 საუკუნეში გამოჩნდა ხო მისი ცხოვრება. მანამდე ჩვენი ბედოულათობით დავკარგეთ. გამოჩნდა, რომ ისეთი ძნელი პერიოდი იწყებოდა საქართველოსთვის, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ გვცოდნოდა თანამედროვე სასულიერო პირებს, რომ არა მარტო ჩვენ უნდა ვიღვაწოთ, არამედ სკოლაც უნდა შევქმნათ. ანუ ჩვენს მერე დავტოვოთ ადამიანები, რომლებიც გააგზელებენ იმ გზას, რა გზას მოციქულებმა დასახეს თავის დროზე. მან სკოლა შექმნა. ის იყო უდიდესი ავტორიტეტი. ჩვენ ვიცით, რომ ეკლესია იერარქიული პრინციპით არსებობს. არსებობს წმინდა სინოდი, პატრიარქი, ეპისკოპოსი და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს სულიერი იერარქია, რომელიც პირდაპირ ბმაში ხორციელ იერარქიაზე, რომელიც პრინციპში მაინც ზეციურია, მაგრამ ამ ხილულ იერარქიაზე დამოკიდებული არ არის. გრიგოლ ხანძთელის განსაცვიფრებლობა იცით რაში მდგომარეობს, რომ იმდენად მასში იყო კონცენტრირებული ღმერთი, რომ ის არათუ პატრიარქზე, არათუ ეპისკოპოსზე, სინოდზე მაღლა იდგა და თქვენ იცით, რომ ესეთი შემთხვევა მოხდა, პატრიარქის არჩევა რო მიმდინარეობდა, რაღაც მცირეოდენი კანონიკური დარღვევა იყო იქ და არსენი პატრიარქად არ აირჩიეს. გრიგოლ ხანძთელი ჩაერევა, გრიგოლ ხანძთელის მიერ ღმერთი ჩაერევა, იმიტომ რომ იქ საოცრება მოხდა, რომელიც ყველა მიხილა, თორე არავინ არ დაუჯერებდა გრიგოლ ხანძთელს, მაგრამ ეს ავტორიტეტი მის იმდანად დიდი იყო, სიდიდი ავტორიტეტისა განაპირობა იმა, რომ ხალხმა იხილა, რომ ამ ადამიანში ღმერთია, იმდანად დიდი იყო ეს ადამიანი, რომ ღმერთი სრულად ავლენდა, რაც კი შეიძლება ადამიანმა დაიტიოს, სრულად ავლენდა მასში თავის თავს და ადამიანურ ცდომილებას ასწორებდა თავისი სიწმინდით.
ეს გავსი რაღაცა ჩვენ შეიძლება ვნახოთ პავლე მოციქულთანაც. პავლე მოციქულს ისეთი რევოლუციური იდეები შემოაქვს, რომელსაც თვით მოციქული პეტრეს კი ვერ იგებს. პეტრე ვერ იგებს და ჩვენ ვიცით საქმე მოციქულთაში კამათი მოვიდა პეტრეს და პავლეს და პავლე ამ ხელს პეტრე მოციქულს წარმოგიდგენიათ არასწორ ქმედებაში. და პავლემ თავისი პოზიცია გაანამტკიცა, გააძლიერა, იმიტომ რომ ეს რაღაც განსაცვიფრებელი ჭურჭელი იყო პავლე მოციქული ღმერთისა. ამიტომ გრიგოლ ხანძთელის ნაყოფები უზარმაზარია. მისი ავტორიტეტი და მისი სულიერი შვილების ავტორიტეტიდან გამომდინარე იყო, რომ როგორ ექცეოდა სამეფო კარი ეკლესიას. მათი სახით ისინი ანგელოზებს ხედავდნენ. და შესაბამისად ეს იწვევდა მათ განსულიერებასაც და შეიქმნა ის საოცარი სიმფონია გრიგოლ ხანძთელის დროს, როცა სამეფო და სასულიერო მხარე, ესე იგი, ჩვენი ქვეყნისა, ჩვენი ერისა ერთმანეთს როგორ აძლიერებენ და ერთმანეთის ცხოვრებაში არ ერევიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიმფონია, როდესაც გრიგოლ ხანძთელი არ ერევა სამეფო ცხოვრებაში, პოლიტიკაში არანაირად, გარდა ზნეობრივი დარღვევა როცა ხდება, მაშინ ჩაერევა. სხვა მხრივ ის პოლიტიკა საერთოდ არ ეხება. ასევე მეფეები არ ეხებიან მის შიდა სამონასტრო განწესებას და სულიერ ცხოვრებას არანაირად. მაგრამ ერთმანეთთან საოცრად თანამშრომლობენ, ერთმანეთს აძლიერებენ. და ეს კლასიკური მაგალითი დაიდო, აი როგორ შეიძლება საქართველო ამოვიდეს იმ უმძიმეს მდგომარეობად, რომელშიც ვიმყოფებით. მაგრამ ამას ჭირდება გრიგოლ ხანძთელის დარი, ქრისტიანები და ამას ჭირდება იმ დროინდელი სამეფო ხელისუფლების დარი, ასევე ქრისტიანები, რომლებსაც ასეთი ხედვა და მორჩილება აქვთ ეკლესიის. და საბოლოო ჯამში შეიქმნა ის, რაც შეიქმნა. რა ვიცი, მე გრიგოლ ხანძთელზე შემიძლია საათობით ვისაუბრო და ყველა იმ საკითხზე, რომელზეც ახლა საუბრობდით და თეზისების სახით გავაჟღერეთ, უბრალოდ დასასრულს მინდა ვთქვა, რომ როცა ჩვენ გვინდა ვიზრუნოთ საქართველოზე, არასოდეს უნდა დავივიწყოთ აი ეს თეზისების სახით გახმოვანებული საკითხები, რომ გავიაზროთ კარგად ქართული სული რას ნიშნავს, რომ ეს არ არის მდარე კულტურა, ეს არ არის თრობა, ეს არ არის უკაცრავად წვადი, ეს არ არის ეკლესიას მოწყვეტილი ერთობა. აი ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ეკლესიას მოწყვეტილი საქართველო. ვისაც ასაკი გვაქვს, ყველას გამოგვისწია. ეს არის საშინელება. კი, ბევრნი ვიყავით, 5 მილიონი ნახევარი ვიყავით საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, მაგრამ ეს ისეთი ათეისტური წნეხი იყო და აი მე რაც შემდგომ 90-იან წლებში რაც ბოროტება მოხდა საქართველოში, რომლიდანაც დღემდე ვერ გამოვდივართ, საბოლოო ჯამში იმის ნაყოფი იყო ყველაფერი, უღმერთობის ნაყოფი იყო. და ჩვენ უბრალოდ არ გვინდა რომ ის გაგრძელდეს ჩვენში და ჩვენ ვხედავთ რომ გრძელდება ხშირ შემთხვევაში. როდესაც ჩვენ გვინდა ავაშენოთ ჩვენი სამშობლო ეკლესიისგან მოწყვეტით და არ გამოვა ეს. არ გამოვა, რატომ არ გამოვა? იმიტომ რომ ყველა ადამიანს და ყველა ერთს თავისი რაღაცა ფუნქცია ეკისრება, მოდი ესე ვთქვათ. და ჩვენი ერი ყოველთვის იყო პატარა, მცირე რიცხოვანი და ჩვენი ერის ძალა ყოველთვის იყო ქრისტეში. ეს იყო ქართული ერის თვისება, მთავარი სულიერი თვისება ქართველი ერისა იყო ეს, რომ ქრისტეთი ვიყავით ძლიერ და ქრისტესთვის როცა ვკვდებოდით და ქრისტესთვის როცა ვცხოვრობდით, მაშინ ვინარჩუნებდით ჩვენს ეროვნულობასაც და სახელმწიფოებრიობასაც და შიგნით ხდებოდა საქართველოში ადამიანების პირადი გადარჩენაც. და თუ ქრისტეს გარეშე მოვინდომებდით რაიმეს აშენებას და ბედნიერებას, იქ ყველაფერი ქართული კვდებოდა და პიროვნული გადარჩენის შესაძლებლობების კნინდებოდა. აი ეს არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რომ საქართველოს გადარჩენა მოხდება მაშინ როცა გავითვალისწინებთ თუ როგორ ხედავდა ამ ყოველივეს ჩვენი დიდი წინაპარი გრიგოლ ხანძთელი როგორ მოახდინა მან ამის რეალიზება ჯერ საკუთარ თავში და მე რადგან მოხდა ეს მისი რეალიზება საკუთარ თავში მე როგორ განეფინა მთელ საქართველოს საუკუნები გადაიარა და დავითის და თამარის საქართველოს შეიქმნა რომელთა მოღვაწეობის ნაყოფები ვართ ჩვენ თორე რომ არ ყოფილიყო დავითი საქართველოს უბრალოდ აღარ იარსებებდა და ჩვენ აქ ქართულ ენაზე არ ვისაუბრებდით და მით უმეტეს ქრისტეს დიდებას ვერ შევძლებდით. განაწერებს ხშირად უსმენთ აუთეოდორე და ძალიან საინტერესოა და გულისყურით ასე ვთქვათ ველოდებით რომ დაიდება თქვენი ახალი ვიდეო იმიტომ რომ იმდენად ასე ვთქვათ საინტერესო ყოველი თემა და თითოეულ სიტყვაში იმდენი საინტერესო
რა მიკითხება და პირად მალობელი ვარ ეს მომენტი საშუალება პირად მომისმინე. ეს ასეთ კითხვაც იყოს და უბრალოდ თქვენი აზრის მაინტერესებს ჩვენ პატრიარქის უწმიდესის მოწოდება გავიხსენოთ რაღაც კოვიდის პერიოდი იყო ასე შემდეგ და ყველას მოგვიწოდებდა რომ დაბრუნდით საქართველოში ემიგრანტებს. უბრალოდ მაინტერესებს აი ამ საკითხთან დაკავშირებით რას გეტყოდით? ჩემი პოზიცია არის ცალსახა, რა თქმა უნდა, ყოველი ქართველი გასული. ეს დღეს კი არ მტკივა. მე როცა თქვათ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდი და ვკითხულობდი, ვსწავლობდი საქართველოს ისტორიას, ვიგებდი რომ რამდენი ქართველი იკარგებოდა საქართველოსთან, ზოგს მოიტაცებდნენ გაყიდიდან, ზოგს სპარსელები გადაასახლებდნენ და ასე შემდეგ, ხო და სხვაგან მოღვაწეობდნენ, სხვაგან სახელმწიფო ლიდერები ხდებოდნენ. ჩემთვის საშნელი ტკივილი იყო ეს და ტკივნეული იყო ეს ყოველთვის და მე მახსოვს ჩვენ სამრევლოში არის ერთი ფერეიდანელი ქართველი, რომელიც იდეურად ჩამოვიდა და გაქრისტიანდა და ჩემთვის ყოველთვის რაღაცა ესეთი ვხედავ ხოლმე ამ ადამიანს სითბოს და ტკივილსაც ერთდროულად გძნობ. აი რამდენი საუკუნე გამოიარა და ქართველობა შეინარჩუნა და წარმომიდგენია 100,000 ქართველი როგორ გახვეთა ხო შახაბასმა. და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როდესაც 90-იან წლებში ჩვენ ეროვნულ მოძრაობაში ვიყავით, წარმოუდგენელი იყო, რომ 30 წლის მერე ნახევარი საქართველო გარეთ გავიდოდა. და ხო ხედავთ რეალობა როგორია, რომ მათგან უდიდესი უმრავლესობა შეიძლება ვერ დაბრუნდეს. ეს საშნელი ტკივილია, ამიტომ ბუნებრივია. ჩემი პირველი სურვილი ყოველთვის არის ის და პატრიარქი ბუნებრივია, დიდი მამულიშვილია, რომ ყველანი დაბრუნდეს საქართველოში. ეს ერთი, მაგრამ ეხლა რეალობა როგორია? რეალობა არის ის, რომ როცა ქართველები გადიან საქართველოდან, რის გამო გადიან? დღეს ამაზე ბევრს ფიქრობენ, იმიტომ რომ თავიდან გვეგონა ყველას რომ საქართველოდან იმიტომ გარბიან ქართველები რომ მატერიალურად უჭირთ. და მართლაც ესია, ბევრმა უბრალოდ ფიზიკურად თავი გადაირჩინა და ამიტომ წამოვიდა. მაგრამ დღეს ვხედავთ რომ მარტო მასე მარტივად არ არის საქმე. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოდან მიდის არა იმიტომ რომ შიერია და ლუკმაპური არა აქვს. რომ ბევრი მაგალითი ვიცით, ძალიან ბევრი მაგალითი, რომ ადამიანებს შეიძლება მილიონერი არ არის, მაგრამ საარსებო საშუალებაც აქვს, არჩი არ წყვრია, მანქანაც შეიძლება ყავდეს, სახლიც ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ახსნა ბევრი შეიძლება მოუძებნოთ. გვინდა საქართველოს თუნდაც ეკონომიურად აღორძინდეს და საქართველოს ეკონომიურად რო აღორძინდეს, ის რაოდენობა ხალხის, რაც დღეს საქართველოში ცხოვრობს, საკმარისი არ არის. არ არის. რამდენიმე მილიონი კაცი უნდა ცხოვრობდეს საქართველოში, ზოგი ამბობს 10 მილიონი კაცი უნდა იყოს, რომ საქართველო გახდეს აი მართლაც ძალიან აღორძინებული ქვეყანა ეკონომიურად. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, ეს თქმა უნდა სუბიექტური აზრია. ეს არის, რომ ჩვენ იმდენად არ გვიყვარს ერთმანეთი. იმდენად საქმეში არათუ სიყვარულს, იმდენად დიდ სიზულვილს გამოვხატავთ, მრისხანებას ვავლენთ ერთმანეთისადმი, რომ აი ცენტრიდანული ძალა რო ავიღოთ რა, აი ადამიანს წრეზე რო დავალაგოთ კენჭები და ესრე თუ დავალტრიალეთ, ეს კენჭები გაიფანტებიან და გაიყრებიან გარეთ. აი თითქოს ეს ცენტრიდან უსიყვარულობის, ერთმანეთისადმი სიძულვილის, მრისხანების, ნიჭიერი ადამიანების დაუფასებლობის, ერთმანეთისადმი სისასტიკის გამო რაღაც ცენტრიდანული ძალა ეს ყველაფერი და გვაბნევს ესა და გვფანტავს. და საქმე იმაშია რომ სადაც მე ვიკრიბებით, სადაც გაფანტულები ვართ, იქაც ეს ცენტრიდანული ძალა მოქმედებს და ჩემზე კარგად ეს ხო თქვენ იცით, რომ კი ბატონო, კაი, რაღაც ძნელობების გამო გამოვედით, ეხლა აქა ვართ, ბაბჩო, აქ მაინც შევძლოთ ერთობა, რამდენი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში. თქვენ რო ერთობას შეგეძლოთ, თქვენ აქ ქართული სკოლების გექნებათ, თქვენ აქ ბიზნეს ინტერესები გექნებათ საერთო, თქვენ ერთმანეთს წამოწევდით, თქვენ დივიდენდებს დააგროვებდით ინტელექტუალურს, მატერიალურს და ისე მომძლავრდებოდით, რომ მადლობას ეტყოდით ამ დიდებულ ქვეყანას, რომელმაც რეალიზების და გადარჩენის საშუალება მოგცათ, ანუ ამერიკას მადლობას ეტყოდით და საქართველოში გაძლიერებულები დაბრუნდებოდით, მაგრამ თქვენ ხო ამას ვერ აკეთებთ. იმიტომ რომ იგივე ცენტრიდანული ძალა აქ მოქმედებს. გესმით რა შეასაქმე? უბრალოდ იქ კონცენტრირებულები ვართ ყველა და ამის განცდა გიჭირთ და აქ რო ერთმანეთი აქ იშლებით, იფანტებით და დიდ ქვეყანაში რაღაც ისე თითქოს შემაწუხებელი არ არის. მაგრამ რეალობა არის აი ეს. ესე ვხედავ, მე შეიძლება ვწდები. ამიტომ დიახაც უნდა დაბრუნდეთ, მაგრამ ამ დაბრუნებას უსიყვარულობა უშლის ხელს და
სიყვარული კიდო ქრისტიანული გაგებით არ არის ეს ფსიქოსომატური მდგომარეობა. სიყვარული იესო ქრისტეა. იესო ქრისტე მის მიერ დაარსებულ ეკლესიაში მოიძიება და მის მიერ დაარსებული ეკლესიის ხილული მხარე ეპისკოპოსია და კიდევ ერთხელ არა აქვს მნიშვნელობა მე მეუფესობას კი არ ვეფერები კაცო. ვინც არ უნდა იყოს ეპისკოპოსი ხილული მხარეა ეკლესიისა და როგორც ქრისტე რო ღმერთია რომ წამს ისე წამს ახლა შემდეგი სიტყვების თუ თქვენ ეპისკოპოსის გარშემო არ გაერთიანდებით თქვენი დიასპორა როგორც ქართული ფენომენი ვერ შედგება ვერ გადარჩება და ვერც დაბრუნდებით ინდივიდუალურად თათუნა ვიღაცა წავა ვიღაც წამოვა მაგრამ აი რასაც მართლა აი როგორც ებრაელები დაბრუნდნენ ისრაელში რაღაცა ეგეთი ეს დიდებული მოძრაობა ხო არ მოხდება იმიტომ რომ თქვენ აქ მოგეცათ შესაძლებლობა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით რომ აქ რეალიზებულიყავით როგორც ქრისტიანები და თუ ეს არ მოხდება რა თქმა უნდა იმას ვერ შეძლებთ რომ თქვენი ქრისტიანობა იქ რეალიზდეს ანუ ვერ დაბრუნდებით თუ კიდევ ვიმეორებ ხილული ცენტრის გარშემო არ შეიკრიბებით ანუ ეპისკოპოსის გარშემო მე აქ უბრალოდ შენიშნავს სახით ზოგს მაგალითად ვიცი რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გარშემო მოძღვარი სხვა იურისდიქციაში აქვს მართლმადიდებელ ეკლესიაში მაგრამ სხვა იურისდიქციაში შეიძლება ზოგი სხვაგან იყოს სამრევლოს ყველაფერი მესმის მე შეიძლება მოძღვარი თქვა სხვაგან მყავდეს სიტყვაზე მაგრამ ჩემი ეპისკოპოსი ვერავინ ვერ შემიცვლის გესმით ვერავინ ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინოთ აქ ამერიკაში არის ხილული მხარე ეკლესიისა, საქართველოს ეკლესიის ეპისკოპოსი, მის გარშემო გაერთიანების შემთხვევაში თქვენ მოგეცემათ ძალა და რას ნიშნავს გაერთიანება მის გარშემო? არა მარტო სულიერ გაერთიანებას. კიდევ ვიმეორებ, სოციუმში გადაკვეთა უნდა მოხდეს თქვენი. ეს არის სკოლა ბავშვებზე, თქვენმა ბავშვებმა არისიან ქართული კაცო. ერთ ფაქტს მოგიყვებით, ამერიკელმა მითხრა, ეს ფოტოშორის ეს პოდკასტი ჩართვა იყო, ინტერნეტ ჩართვა და ის ამერიკაში იყო, მე საქართველოში და ფოტოსა კითხებს ვსვავდა და ქართული ენა კურსს მოხვედრილია საქართველოში რამდენჯერმე ნამყოფია და ესეთი მაგალითი მოყვა, რომ სადღაც იყო, არ ვიცი, ამერიკაში თუ სადღაც რესტორანში შევედი, ზუსტად არ მახსოვს ეს, მაგრამ არა აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა და მისო რომ სადღაც მაგიდაზე ზიან 2 თუ 3 არ ვიცი და ქართული ლაპარაკი მომესმაო რა და გამოვესაუბრე აღმოჩნდა რომ ესენი ქართველები კი არ იყვნენ ესენი იყვნენ ებრაელები მესამე თაობის რომლებიც არასოდეს საქართველოში არ ყოფილან და ერთმანეთთან ქართულ ენაზე საუბრობდნენ ინდივიდუალურ დონეზე ეს რას ნიშნავს მე მაგალითად შემეშინდებოდა რა პატრიარქის კურთხევის შეუსრულებლობა აი ეგ არის რა არგი შეკითხვები გვაქვს. უფალო შემიწყალე, შემინდება ქართველის, ანუ საქართველოს ფუნქცია რა არის? საქართველოს ფუნქცია რა არის? წეგან თქვი მე, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქართულ ენაზე ჟამი შეიწირვის, ანუ წირვა აღევლინება და ლოცვა-ყოველი აღევლინება. ქართულ ენაზე მისტიკური კავშირი ღმერთთან. საქართველო ტრადიციულად არის ქვეყანა იმ ადამიანების, რომლებიც ეკლესიის წევრნი არიან. ეკლესიის წევრი ადამიანი, რომელიც ინათლება, ნომინალური წევრი ხდება და ინათლება და ხდება ეკლესიის წევრი. ეკლესიის წევრთა ერთობა გარკვეულ სივრცეს იკავებს. ქართველები, მონათლული ქართველები ამ სივრცეს იკავებენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ საქართველოს ტერიტორიის საზღვრები და ეკლესიის საზღვრები ერთმანეთს ემთხვევა. ეკლესია შენობა ხო არ არის, ეკლესია ჩვენ ვართ, ვინც მონათლულები ვართ. ამიტომ საქართველოს შეიძლება ითქვას ერთი დიდი ეკლესია. ქართველებმა ძალიან უცნაურად მიიღეს ქრისტიანობა. წმინდანინო რო შემოვიდა, წმინდანინო იყო 14 წლის საქართველოში შემოვიდა. წარმართულ ქვეყანაში, სადაც არის წარმართული კერპები, ეს არის პერიოდი, როდესაც ქალს ისედაც ბევრი არაფრის უფლება არ აქვს და 14 წლის ბავშვი ეხლა არავინ არ მოусმენს და მაშინ საქართველოში თან ქალს, თან გოგონას, უპატრონოს მონათი წოდებოდა, ანუ არანაირი სტატუსი არ ქონა სოციალური, ნულოვანი იყო მის სოციალური სტატუსი. როგორ შეეძლო რომ თავის სიცოცხლეში საქართველო მეფიან დედოფლიანა, რა ვიცი, ყველა კუთხებიდან გამختارიყო მართლმადიდებელი ქვეყანა. საოცრებად არ გეჩვენება? რა საოცრება იყო ეს ქართული კაცის ინტუიცია, ხო? ეგ ერთი მერე ვახტანგ გორგასალის ომის დროს. ჩვენთვის თანაბრად მომგებიანი, შეიძლება უფრო მომგებიანიც ყოფილიყო მაზდიანები გამختارიყავით სპარსელების გამო და არა თქვათ ქრისტიანები ბიზანტიელების გამო. მით უმეტეს ნათესაური კავშირი ვახტანგ გორგასალს სპარსელებთან უფრო ჰქონდათ.
და ესე იგი ძალიან ბუნებრივი იქნებოდა ეს. მაგრამ არა, ქართველებმა აქაც ინტუიცია მიმუშავა, რომ ქრისტიანობა ავირჩიეთ. გიორგი მეშვიდეს დროს ბოლო მეფე იყო ერთიანი საქართველოს. საქართველო პრაქტიკულად განადგურდა თემურლენგის შემოსევის დროს. და ქართველებმა ფაქტობრივად განაცხადეს გზაობა, სრულიად დახოცილიყვნენ, სრულიად გამწყდარიყვნენ ოღონ ქრისტესათვის არ ეღალატათ. გესმით, თემურლენგი შეგახსენებთ ვინ არის? ეს არის ადამიანი, რომელსაც მთელი აზია დაპყრობილი ყავდა, ითვლებოდა ჩინეთის იმპერატორათაც, მგონი ინდოეთის იმპერატორათაც, ჩრდილოეთ კავკასია მაშინ გამოსულმანდა, ისინიც ქრისტიანები იყვნენ და ერთხელ შემოუარა და გაამუსულმანა, საქართველოს არაფერთ ირანი, ოსმალეთი ყველაფერი ხელში ეჭირა. მთელი შუა აზიის ქვეყნები. საქართველოს უბრალოდ გასავლელი გზა იყო, ევროპაში გასულიყო. და საქართველოს და რა, ზურგში რო გავიდოდა ევროპაში, ზურგში არ უნდა ყოლოდა ქრისტიანული ქვეყანა რა, იმიტომ რომ ის დაუწყებდა ჩიჩხინს და ვიქრე ამას უცებ გავამუსულმანებ და გავივლი. და არ გამოსულმანდა საქართველოს. შემოვიდა ერთხელ, შემოვიდა ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ, ქვაზე არ დატოვა. და ბოლოს იდეურად დამარცხდა და გიორგი მეშვიდეს დაუწერა წერილი, კი ბატონო, ვაღიარებ, რომ საქართველო არის ქრისტიანული ქვეყანა. აი ეს არის რა. ანუ რა არის საქართველოს მისია? სოფლიოს აჩვენებდა გმირობას, რომ ქრისტესათვის არა მარტო სიცოცხლე, არამედ სიკვდილის ღირს ესეთები იყვნენ ქართველები. და იმიტომ ვართ ჩვენ აქ ქრისტიანები, თორე იმათ ესე რო არეომა და ეშრომათ ვინ მოგვიტანდა აქ. აი ეს არის საქართველოს მისია. ყველას აჩვენოს, რომ ჩვენ მზათა ვართ მოვკვდეთ ქრისტესათვის. რამდენად არის შესაძლებელი დღევანდელ ცხოვრების პირობებში საერო და სასულიერო ცხოვრების შერწყმა, მაშინ როცა თანამედროვე სამყაროს სულიერი და ზნეობრივი გარყვნა მოაქვს. ზოგადად ამასოფლის სული ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ქრისტეს, ყოველთვის. ვინ მოკლა იესო ქრისტე? ამასოფლის სულმა, რომელიც განხორციელდა, რეალიზდა პილატეში, მაშინდელ მღვდელმთავრებში, მორწმუნეებში, განათლებულ ადამიანებში, წარმართებში, ებრაელებში, ვიშიც რეალიზდა ამასოფლის სული ყველამ საკუთარი სიმართლით თქვენს უარი ქრისტეზე და მოკლეს. და ამასოფლის სული არ შეცვლილა მას მერე, იგივეა, ამიტომ ქრისტიანს ყოველთვის უწევს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. მაგრამ არის ერთი ნიუანსი. აი მაგალითად, იუდეაში, სადაც ქრისტიანობა დაიბადა, ხო? იერუსალიმში. დიდი წნეხი იყო წარმართული სამყაროს, რომის იმპერიის. რომის იმპერია თავის ექსპანსიას ყველგან, მათ შორის იუდეაში ახორციელებდა რითი? მაშინდელი ინტერნეტის საშუალებით. შეიძლება გაგიკვირდეთ რომაელებს მაშინ ინტერნეტი არ თქონდათ 2000 წლის წინ. ჰქონდათ. ეს მაშინდელი ინტერნეტი იყო რომაული გზები. ეს იყო უნიკალური მოვლენა სოფლიოში, ეს იყო მოკირწყლული გზები, სადაც ცხენებითაც და ორთვალა ეტლებითაც ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდნენ და ინფორმაცია სოფლიოში არსად ისე სწრაფად არ, ფაქტობრივად ეს იყო უსწრაფესი კავშირი მაშინდელი მასშტაბებისათვის, დროის ათვლისათვის საშინელესი სწრაფი იყო ინფორმაციის გადაცემის და სწორედ ეს წარმართობის ექსპანსია ხდებოდა აი ამ გზების საშუალებით. და მათ შორის გარყვნილების, იმიტომ რომ რომის იმპერია ზნეობრივად არ იყო ისეთი როგორც იუდეველები დიდ ყურადღებას აქცევდნენ ზნეობრივ ნორმებს, 10 ცნება ქონათ, ასე შემდეგ და რომის იმპერიაში ეს არაფერი არ იყო. და ანუ ამ გზებით ქრისტიანების სადაც ცხოვრობდნენ, შედიოდა გარყვნილებაც და წარმართობაც. მოციქულებმა რა ქნეს? დაანგრიეს ეს გზები. არ დაანგრიეს. ეს გზები გამოიყენეს ქრისტიანობის საქადაგებლად. დღევანდელი სამყარო ერთის ხრივ ქრისტიანობას ებუძვის, მაგრამ მარტო დღევანდელი კი არა, გუშინდელიც, იმისინდელიც და პირველივე დღიდან ქრისტე რომ მოკლეს, იქიდან ქრისტიანობას ებუძვის, მაგრამ ქრისტიანები დესტრუქციულები არ იყვნენ სოციუმში. ქრისტიანები გამოხატავდნენ სიყვარულს, ისე შეიყვარა ღმერთმა ეს სოფელი, რომ ძეთვისი მხოლოდ შობილი მოსწამას, ისე უყვარდათ ქრისტიანებს ეს სამყარო, ყოველი ეს სამყარო ქვახო არ არის, ადამიანები ისე უყვარდათ, ქრისტეს თვალებით უყურებდნენ, რატომ? იმიტომ რომ გულში ქრისტე ყავდათ და ცდილობდნენ მათზე ეზრუნათ და მათზე ზრუნვა რა იყო? ისინი უქადაგებდნენ ქრისტიანობას არა მარტო სიტყვით, არამედ ცხოვრების წესით. ისინი კლავდნენ, ესენი უქადაგებდნენ და გაიმარჯვეს. რითი გაიმარჯვეს? რითი გახდა რომის იმპერია ქრისტიანული რა? ფიზიკურად დაამარცხეს? არა. იმდენად დიდი სიყვარული აჩვენეს, ეს სიყვარული და ქრისტე იყო მათში, რომ გაიმარჯვეს უღმერთობაზე. ამიტომ ჩვენი ძალა არის ქრისტე ჩვენში. თუ ქრისტე იქნება ჩვენში, ვერანაირი თანამედროვე სამყარო თავის ზნეობრივ სულიერ გარყვნილებით ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, თუ ჩვენში ქრისტე იქნება.
რა თქმა უნდა პრობლემა არის ახალგაზრდები, მაგრამ ახალგაზრდებს ახსნა ჭირდებათ. ჩვენ ავღზარდოთ ისინი ჩვენი პირადი მაგალითით. და იგივე თქვა ამერიკაში, ხო ამერიკაში როგორც ყველგან ცუდის არის, კარგიც არის, მაგრამ შესაძლებლობების მხრივ ბევრი შესაძლებლობებია. როგორ მოხდა, მაგალითად ეფრემ არიზონელი ჩამოვიდა 30 წლის წინ და 18 მონასტერი განსაცვიფრებელი ერთმანეთზე საუკეთესო როგორ დაარსა. ამ ქვეყანამ არ მის ამის შესაძლებლობა. აქ რო ვზივართ ახლა ჩვენ. ვინ გვაძლევს ამის შესაძლებლობას? ეს ქვეყანა არ გვაძლევს, ეს ქვეყანა გვაძლევს. ვინ გვიშლის, აი რომელიმე მათგანმა თქვას, რომ მე ხელს მიშლის სოციუმი რომ ვიყო ქრისტიანი. ცდუნება საქართველოშიც არის. აი ცდუნება, ყველა ჯიბეში გვიდევს. ეხლა აქ ჩართა და ისეთ რაღაცებს ამოვაგდებინებ, რომ ყველას გული გაგვისკდება. ხო ესეა? გესმით? აი ეს არის, ანუ ადამიანი თუ გააცნობიერებს რისთვის მოევლინა ამ ქვეყანაზე და გულში თუ ქრისტეს ატარებს, ერთგულებას და ქრისტეს, ცოცხალ ქრისტეს, მას ვერაფერი ვერ დაამარცხებს. ჩვენი ძალა ქრისტეშია და არა სხვა რამეში. და ჩვენ უნდა ვასწავლოთ ეს ჩვენ შვილებს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს, რომ მათ თუ უნდათ იყვნენ თავისუფლები, ქრისტეს გული უნდა გაუყონ. გესმით? ეს სამყარო თავისუფლება სხვანაირად ასწავლის. ჩვენ კიდე უნდა აუხსნათ, რომ არა შვილო, თავისუფალი ვერ იქნები. თუ შენში ქრისტე არ იქნება. ფათაშორის გრიგოლ ხანძთელის ერთ-ერთი აი მისი დიდი ქრისტიანობის ერთ-ერთი გამოვლენა ის არის, რომ ის თავის სულიერ შვილებს თავისუფლებაში აღზდიდა. თავისუფლებაში აღზდიდა. იმიტომ რომ თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იმისა, რომ ადამიანი ქრისტიანია. მე მგონი ამ ორ შეკითხვაზე ეხლა ისაუბრა მამამ და როგორ მოვახერხოთ აქ ამ უცხო ქვეყანაში შვილების სწორად აღზრდა. კარგ ქართველება და სწორ ქრისტიანებად. მე მგონი ერთი რამე შეიძლება დავამატო ამ კითხვას, რომ თუ გინდათ რომ თქვენი შვილები ქართველები იყვნენ, პირადი მაგალითი თუ ნაჩვენოთ, რომ ქართველობა წვადი არ არის და ჩვენ ბავშვებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ქართველობის შენარჩუნება თუ გვინდა. თან ახლა დღეს სად ვიყავით დღეს? პრისტონი, ხო? ჯერ ხო გაგვიგია რომ ეს მაგარი უნივერსიტეტია. მე ერთ-ერთი საუკეთესო და მე გვაინტერესებდა როდიდან იყო ეს. აღმოჩნდა რომ ძალიან ძველი 1700-დან რომელიღაც წელია. ხო? ესე იგი ამერიკის სახელმწიფოს ფესვებშივია ეს უნივერსიტეტი. ნახეთ, ამერიკელები მოდიან სახელმწიფოს არსებენ, ჯერ კიდევ იდეალები დარბიან და პირველ რიგში რასაც აკეთებენ, ეს არის განათლების კერის შექმნა. და ახლა წარმოიდგინეთ ქართული ბავშვი, რომელიც სწავლობს ამ უნივერსიტეტში და ხედავს ამ კულტურას ეზიარება. ეს რა კულტურაა? შრომის კულტურა, განათლების კულტურა, აღშენებლობის კულტურა, ნიჭიერი ადამიანების მოძიების და გამორჩევის კულტურა, რომ ნიჭიერება რო არ დაიჩაგრება და არ დაიკარგება, გესმის? ამ სიტუაციაში სწავლობს და მე დედიკო ეტყვის და ან ბებია რომ წამოშვილო საქართველოს ის არის დღესასწაულია განახო და მოვიდა რა ნახა, თრალი ხალხი ნახა და იფიქრე ეს რა არის, არ მინდა იტყვის კაცო. ხო და ისი თქმა მინდა მე რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ბავშვი ქართულად აღზარდოთ, საქართველოს აჩვენეთ ხალხო, საქართველოს არის გრიგოლ ხანძთელი, საქართველოს ისტორია. ბავშვებმა ისტორია არ იციან, ჩვენი გმირული წარსული არ იციან, ქართული წერლობა არ იციან, ქართული სიმღერა არ იციან. გესმით? და ქართული ეკლესია არ იციან და ქართული ეკლესიის გარეგანემხარე ეპისკოპოსი არ იციან და ქართველებად როგორ უნდა აღზარდოთ? და იქ მიყვანით, უფრო ვაპკოლებთ. გესმით, უფრო ვაპკოლებთ მე გავმივარ, მე არ მინდა კაცო, იმათ როგორ მოუნდება. საბჭოეთის მოქალაქეს არ მინდა. როგორც ქრისტიანს მესწავლება რომ დავით მინო განსაცდელი. როგორც ქრისტიანს მესწავლება რომ დავით მინო განსაცდელი. ბევრი სილაჩრეში რომარ სილაჩრეში რომარ გადავიდეს, როგორ უნდა მოვიქცეთ გულისხმობ ხალხისაგან ჩაკვრას. მადლობა. ესე იგი სიმდაბლე არ არის ფსიქოსომატური მდგომარეობა ხალხო. სიმდაბლე და მორჩილება არ არის ფსიქოსომატური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავჩაქინდრული დგას და ყველას ელაქუცება, რომ ემან რამე არ შეურაცხყოფა არ მომაყენონ. სიმდაბლე ეს არის ქრისტეს ჩვენში მყოფობა. ამიტომ ადამიანი ვერ იცხოვრებს სიმდაბლით, ვერ იცხოვრებს განსაცდელების ქრისტიანული დათმენით, უბრალოდ ფსიქოლოგიურად. ადამიანი სიმდაბლეს, მორჩილებას, მოთმინებას და ესე იგი განსაცდელების ქრისტიანულად დათმენას შეძლებთ მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენში ქრისტე იცხოვრებს. და თუ ჩვენში ქრისტე იცხოვრებს, ადამიანის დაჩაგვრა, ადამიანის მორალური განადგურება, ადამიანის შეურაცხყოფა, ადამიანის ღირსების შელახვა არის შეუძლებელი.
ადამიანი შეიძლება მოკლა, მაგრამ მას აი მაგალითად წმინდა გიორგის რა ღირსება შეელახა თუ დაიჩაგრა თუ წმინდა გიორგი ან ილია მართალი ჭავჭავაძე, ან სამასი არაგველი, გესმით, ან ვახტანგ გორგასალი, გესმით, რომელი წმინდანი, ან თვითონ ქრისტე, მან მოციქულები, გესმით, ქრისტიანი ნიშნავს იმას, რომ გულში მას ცოცხალი ღმერთი ყავს, ის ხდება ღვთის ტაძარი, ის ატარებს ქრისტეს დარ თვისებებს, ეს არის სიმდაბლე, სიმშვიდე, მორჩილება, დიცულოვნება, გულმოწყალება, სიყვარული და ასე შემდეგ. რაც შეეხება განსაცდელს, განსაცდელი ეს არის გამოცდა, რაღაც ჩვენ წინ რაღაც ფენომენი დგას, არის გამოცდა, რომელიც მე თუ გადავიარე ღირსეულად, თუ ქრისტე გულში მყავს ღირსეულად, უფრო მეტი მადლი შემოვა ჩემს გულში. და მამაოჩენოში როა რომ შემეყვანებ განსაცდელსა, ეს ის განსაცდელია, რომელიც ეშმაკმა შეიძლება, იმიტომ ამობს მე მიხსენ ბოროტისაგან, რომელიც ეშმაკმა შეიძლება შემამთხვიოს და ამიტომ მე ვევედრები ჩემს ზეციურ მამას, რომ ჩემი შვილობა რომ რეალიზდეს, გევედრები ისეთი გამოცდის წინაშე რომ დამაყენებ, რომ ჩემმა ქრისტიანობამ ვერ გაუძლოს ამ გამოცდას და ეშმაკისაგან დამიფარე, რომ ისეთ რამე არ შემამთხვიოს, რომელსაც მე ვერ გადავიტან ღირსეულად, როგორც ქრისტიანი. ამიტომ ჩვენში ქრისტეს მაცხოვრებლობა არის სიმდაბლე და განსაცდელებსაც ესე გავდივართ. ეს თეორია კი არ არის. როცა ადამიანი ქრისტიანულ ცხოვრებას პრაქტიკულად მისდევს, როდესაც ის ბევრჯერ ნელ-ნელა გამოიცდება იმაში, რომ ღმერთი შიგნით ყავს და გარკვეულ პატარ-პატარა გამოცდებს გადის, პატარ-პატარა განსაცდელებს. მერე უკვე მისთვის დიდი განსაცდელების ადვილად გადაილახება, ოღონ ამას ფსიქოლოგიურად კი ვერ ახერხებს. არამედ ღმერთი ახერხებს, რომელიც ჩვენში ცხოვრობს. ამიტომ არ ესმით ხოლმე ქრისტიანული სიყვარული, მტრის სიყვარული, მარჯვენა ლოყის მიშვერა, სიმდაბლის გამოვლინება ურთიერთობებში. გონიათ, რომ ესე იგი ჩვენ დავიჩაგრებით, სოციუმში ვეღარ განვითარდებით. არა, ესე არ არის. გესმით, ესე არ არის. სინამდვილეში, როცა შენ სიმდაბლე გაქვს, შენში სამყაროს შემოქმედი ცხოვრობს. ყველაფერი მასზე გაგმინდობელი და შენი შრომის ნაყოფებს საოცარს ნახავ, მე ამ სოფლეშიც კი, იმიტომ რომ შენში ღმერთი ცხოვრობს. სამი შეკითხვა დარჩა და როდესაც მგონი მე წავიკითხებია, იმიტომ რომ როგორ შევეწინააღმდეგოთ თავს, რომ მარტობაში არ დავჩეთ, გულისხმობ ჩვენ რომ ბევრი გვეშლება და სხვებიც გულს გვტკენენ და გულისკენის ასაცირებლად მარტო დავრჩე. საერთოდ ადამიანთან ურთიერთობა არის რთული. ქრისტეს დარით თვისებები, მოთმინება, სიმშვიდე, სიმდაბლე, მორჩილება, ეს ისწავლება, ერთი მხრივ ეს არის ღმერთი ჩვენში, მეორე მხრივ ჩვენ თანამშრომლობთ ღმერთთან ამ თვისებების რეალიზებაში და ადამიანი მაგალითად ვერასოდეს ვერ ისწავლის მოთმინებას, თუ მას რაღაც განსაცდელი არ შეემთხვა. ადამიანი ვერასოდეს ვერ ისწავლის სიმდაბლეს, თუ ის რაღაც შევიწროებული არ აღმოჩნდა. ამიტომ ადამიანთან ურთიერთობა ჩვენ გვასწავლის ქრისტეს სათნოებებს. აი მაგალითი, ადამიანი არის მარტო და მას გონია თავი, მან არ იცის რომ ეგოისტია. არ იცის რომ ეგოისტია. და მან არ იცის რომ სიყვარულის დეფიციტი აქვს. ეხლა ეს ადამიანი დაქორწინდა. თან დედის ერთათუა და თავის დასთან, ძმასთან თუ არ გაუყვია სათამაშო ან ლუკმაპურია რაღაც ესეთი რა და სულ ეფერებიან. დაქორწინდა. და უცებ აღმოაჩენს რომ კონფლიქტი აქვს მეუღლესთან, რომელიც თითქოს უყვარს და აღმოაჩენს კონფლიქტი აქვს იმიტომ რომ დისკომფორტი შეუქმნა იმან და ეგოისტია თვითონ. ახლა ისიც ხო ესეთია მეორე და წავიდა პრობლემები, გესმით? ანუ მეორე ადამიანი სანამ არ გაჩნდება ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ ვერ მივხვდებით რომ ეგოისტები ვართ. ასე რომ ეგოიზმიც, შურიც, გულისკენა ეხა ადამიანები არიან ხშირად იბუტებიან, პრეტენზიულები არიან, ითხოვენ, მე მაგალითად მგლებს ხო ამის გამოსილება გვიგროვდება. ადამიანს ხანდახან შვილების მიმართ აქვს პრეტენზია, რომ აი ცირა ჩემი შვილი არ ნახულობს და ყურადღებას არ მაქცევს, ან შვილიშვილზე მით უმეტეს შვილიშვილზე არ ნახულობს, ყურადღებას არ მაქცევს, ან კაცი შევა სახში და იცი რა კაცო მე თქვენ გინახავთ პატივი მეცით. ანუ არასოდეს არ შეიძლება ვიღაცას მოსთხოვოს სიყვარული პატივისცემა. მახსოვს ერთი კაცი ამბობდა, მე ჩემს სულს ვეუბნებიო, კაცო, არ გიყვარვარ. პატივი მეცი, არ შეიძლება. თითქოს სიყვარული და პატივისცემა სხვადასხვა რაღაც იყოს. პატივისცემა არის სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინება, მაგრამ არასოდეს არავის არაფერი არ უნდა მოსთხოვოთ, ეგ ერთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრეტენზიულ ადამიანებს, რომლებიც სხვებისგან რაღაცებს ითხოვენ, ყოველთვის აქვს კონფლიქტები ადამიანებთან ურთიერთობა უჭირთ.
გესმით? ადამიანი რომელიც ვერ ხედავს თავის თავში უღმერთობასო ჯოჯოხეთს, ხვების უღმერთობასო ჯოჯოხეთს ხედავს, ამიტომ ხვებს განიკითხავს. და ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იცით რა არის? ორიენტირი არ აქვს. აბა როგორ ვიცხოვრო ადამიანი იტყვის. როგორც გამოცხადებით მოგვეცა, თუ მე მწამს რომ ქრისტე ღმერთია, სამყაროს შემოქმედი, რომელიც ადამიანად მოვიდა, თუ მე მწამს რომ მან თავის სიტყვა დამიტოვა, მაშინ მის სიტყვაში განცხადებულია ღვთისნება, ამიტომ სახარებაში, ანუ წმინდა წერილში განცხადებულია ღვთისნება, თუ რა არის სწორი და რა არ არის სწორი. და ჩემი სიმართლე გვერდზე უნდა გადავდო და შევხედო ქრისტე როგორ ამბობს, რა არის სიმართლე და რა არ არის სიმართლე და აღმოვაჩენ რომ თურმე ცნება არის რომ მე პატივი ვცე და მიყვარდეს და ყურადღება მივაქციო და მიუტევო და იმის მცნება რომ პატივი მცე მომიტეონ ვუყვარდე ამის ცნება თურმე არ არსებობს და რაც არ არსებობს არც უნდა მოვითხოვო როგორც კი ადამიანებს არ მოსთხოვ სიყვარულს არ მოსთხოვ პატივის თემას არ მოსთხოვ უცოდველობას და თავად შენეცდები რომ ეს ყველაფერი იყო აღმოჩნდება რომ დაიწყება შენი ურთიერთობის დალაგება სხვა ადამიანებთან ყველასთან ვერა მაგრამ დიდ ნაწილთან დაგელაგდება ურთიერთობა შეიძლება თუ არა ისიქაზმის საერო ცხოვრებაში კატარება შეიძლება მოგლებას უხ გრიგორ ხანძთელი იყო დიდი ისიქასტი ღმერთი ყავდა თავის თავში მაგრამ ისიქაზმი არის არა მარტო მდგომარეობა ფინალური არამედ ისიქაზმი არის გზაზეა საუბარი ხო ისე როგორც ქრისტიანობა არის გზა განხრთობის გზა და განხრთობა რაღაც განხრთობილები არა ვართ ამიტომ უარი ხო არ უნდა ვთქვათ გზა არის ხო და ისიქაზმი ეს არის ლოცვაში როცა ადამიანი მონაწილეობს სული და ხორცი და ეს არის ლიტურგია წირვის დროს როცა შენში სიწმინდე შემოდის ეს არის ლოცვის გარეგანი ფორმა ერთ-ერთი ფორმა ეს არის და არა ის რომ კბილებით ღმერთს ვერ ეზიარები ღმერთს გულით ეზიარები მაგრამ ფიზიკურად ვიღებთ მას როგორც თითქოს საზრდელს და ვიღებთ ხო აი წმინდა ნიკოლოზ კავასილა ამბობს რომ ჩვენ ჭამთ სვავ და სუნთქავთ იესო ქრისტეს ანუ იმ გზნობის ორგანოებით თითაც ჩემი ხორცი არსებობს ჭამა სმა და სუნთქვა იმავე გზნობის ორგანოებით ვიღებ ქრისტეს ეს არის ლოცვა გონებისმიერი ლოცვა სუნთქვაში ეს გულისხმობა და ზიარების როცა ჭამთ და ვსვავთ როდესაც ადამიანი გამალებული ეძებს ღმერთს გულით მან თავის გამოცდილებით უკვე იცის როცა ეზიარება ეს ღმერთის ძიება საკუთარ თავში ძლიერდება ზიარების დროს მაგრამ ეს იმ შემთხვევაში თუ ზიარების აქტია ეს კულმინაცია რომ წირვა იწყება და კურთხეულს მეუფება ანუ კურთხეულს სამეფო მამისა და ძისა და სულისაწმინდისა იწყება ამით და იწყება აპოგეა და კულმინაცია აპოგეასია როცა ვეზიარებით ადამიანი აქამდე ადის და ერთი სული აქ მივიდეს ბარძიმთან ერთი სული აქ ქრისტე შემოვიდეს მასში და როცა ასეთი მზაობა აქვს ადამიანს დამერწმუნეთ როცა ის ბარძიმთან მოდის ვერაფერს ვერ ხედავს კოვსაც ვერ ხედავს მთელი მისი არსება კონცენტრირებულია კოვზე არსებული უფლისადმი რომლის მიღებასაც სასწრებით ელოდება და ასე დროს ადამიანს არაფერი არ ახსოვს რა კოვზი ის კოვზი რა ვიღაცის ესე იგი ნაზიარები კოვზი არაფერი არ ახსოვს გარდა ქრისტესი აი ეს არის ნორმალური მდგომარეობა მაგრამ ამას რა თქმა უნდა ამას ჭირდება გულის შესაბამისი მდგომარეობა და სანამ თქვენ ეს პრობლემა რომ კოვზით მიღება რაღაც არ ქსიამოვნებს ეს არის ლუსტრაცია იმისა რომ თქვენ ზიარებასთან თქვენი გული ჯერ ისე მზად არ არის როგორც უნდა იყოს ფათაშორის ეს მარტო ამაში არ იგრძნობა ხანდახან იცია ხოლმე ადამიანს აზიარებ და დიდი ხანი არ ყოფილა ტაძარში ან სხვა ტაძრიდან მოსულ ნაცნობია და გიყურებს შენ გიყურებს ესე შეხვაზირებ ისე შენ გიყურებს როგორ ახართ რაღაც თვალებით მადლობა გადაყლაპული მიღებული არ აქვს და მადლობას ხმასი მე მხედავს გესმით მე არ უნდა მხედავდე ან კიდე მაგალითად ირჩევს იმ მღვდელთან მიდის საზიარებად იმ მღვდელთან არ მიდის ანუ გესმით ადამიანი აზიარაში ამ დროს რას აკეთებს ქრისტეს გარდა ვერაფერს ვერ უნდა ხედავდე რომელიც კონცენტრირებულია ეს არის ჩემი სისხლი ეს არის ჩემი ხორცი გესმის და დამთავრდა და ამ დროს ეს პრობლემა ეგრევე მოგვარდება ეს არის გულის პრობლემა და არა რაღაც ისეთი ეს ადამიანი ამ ფსიქოლოგიას კი არა ადამიანი ახალი ქმნილება ხდება და ისიქაზმი დიახაც შესაძლებელია ერში იმიტომ რომ ისიქაზმი არ არის არ ვლინდება მაინდამაინც ფორმაში აი წმინდა ნიკოლოზ კავასილა რომელიც დიდი ისიქასტი იყო გრიგორ პალამას მეგობარი და ერისკაცი იყო ის ამბობს რომ თუ ადამიანმა შეძლო გონებით გულში ყოფობა და ქრისტეს განცდა
აღარა საჭირო სოციუმში მან მდგომარეობა გამოიცვალოს. თქვა ერისკაცია სამსახურში მუშაობს და წავიდეს მონასტერში. სადაც არის იქ დარჩეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის, რომ გონებით გულში ქრისტესთან ყოფობა შეძლოს და ქრისტე განიცადოს. აი ეს არის მთავარი. ამიტომ ისიქაზმი დიახაც შესაძლებელია, როგორც გზა, კიდევ ვიმეორებ, როგორც გზა ქრისტეს საკუთარ თავში განცდისა. ეს არის ისიქაზმი. და ეს არის 2000 წლოვანი სკოლა, მინდა გითხრათ და ამის თანამედროვე წარმომადგენლები აგერ მე-20-21 საუკუნეში აცვალე იოსებ ისიქასტი, ეს უდიდესი მოღვაწე, სილვან ათონელი, მათი მემკვიდრეები ეფრემ არიზონელი აგერ, იოსებ ბატოპედელი, სოფრონ სახაროვი ინგლისელი და თანამედროვე ცოცხლები იეროთოს ვლახოსი, ეფრემ ბატოპედელი, თქვა ათანასე ლიმასოლის მიტროპოლიტი და ეს ადამიანები და კიდე სხვები. სხვათაშორის იგივე ზიზულასი, რომელიც სოფრონ სახაროვის სულიერი შვილი იყო და სხვათაშორის აი ეს მემკვიდრეობა ძალიან საინტერესოდ ვლინდებოდა. სოფრონს რო კითხულობ, ხვდები რომ სილვანი და როგორ არის ამოსდილი და ვლახოს რო კითხულობ და ზიზულას რო კითხულობ, ხედავ რომ როგორ სოფრონი და როგორ არიან ეს ღვთისმეტყველები ამოსდილი. ანუ ამ დიდ მოღვაწეებს ყავთ თანამედროვე მემკვიდრეებიც. აი ესეა. და ბოდიში მათ გამოცდილებაში, როცა ჩვენ გვისაუბრია ამ სასულიერო პირებთან, მათ უთქვიათ, რომ ერისკაცებს შორის ისეთი სულიერება არსებობდა, რომ ერთ-ერთი მგონია მეფე ათანასე ყვებოდა, რომ ესე იგი შემოსულა, თქვა, მოხუცი დედაკაცი, ერის ადამიანი, დაქრევებული ქმარი, შვილები, ყველაფერი რო ყავდა და აღსარება უთქვია, კეთილსურნელებას კი დამდგარა საახსარებლო კელიაში, ისეთი მლოცველები ყოფილან. ხო, ასე რომ ეს შესაძლებელია. ეს არის გზა უბრალოდ. ძალიან ბევრ საკითხზე ისაუბრე, ძალიან ბევრ საკითხს შეეხეთ და ეს მეტნაკლებად გასაგები იყო ჩვენთვის იქიდან გამომდინარე, რა სულიერი ცოდნა გვაქვს ჩვენი ქრისტიანობასთან დაკავშირებით. როდესაც გადარჩენაზე ვსაუბრობთ, აქ ხომ სულის გადარჩენაზე ვსაუბრობთ და მე მაინტერესებს უბრალოდ რა არის სული. რა არის სული და სად არის ის ადამიანის სხეულში, თუ არ არის ის ადამიანის სხეულში, მაშინ როგორ თვისებები აქვს მას, როგორ შეიგრძნობა ადამიანში სული. როდის შემოდის ის ადამიანის სხეულში, ის ჩასახვის დროს შემოდის, დაბადების დროს შემოდის და ასევე მაინტერესებს, როცა ვსაუბრობთ ჩვენ სულის უკვდავებაზე. ეს სული იწყება თუ მარადიულია, იმიტომ რომ რაც იწყება, თუ რამე იწყება, იმას აუცილებლად აქვს დასასრული. ღმერთი მარადიულია, ვამბობთ, იმიტომ რომ მას დასაწყისი არ აქვს. იმას, რასაც დასაწყისი აქვს, ყველაფერს აქვს დასასრული. ამასთან ერთად, როდესაც გარდაცვალება ხდება, კარგი სიტყვა გვაქვს ქართველებს, გარდაცვალება. რა არის ის თვისება, რაც სულს აქვს? თუ მე ჩემი პიროვნება, ჩემი მეხსიერება ვერ გამოყვება ამ გარდაცვალების მერე, მაშინ რა აზრი აქვს თქვა საერთოდ ამ მარადიულობაზე საუბარს, იმიტომ რომ რატომღაც იქამდე ვიდრე დავიბადეთ, არავის არ გახსოვს რა იყო იქამდე. საიდან მოვედით? ჩემს სულს თუ აქვს მეხსიერება, ის უნდა მოყვებოდეს დაბადებამდე. თუ ეს ასე არ არის, მაშინ როდის შემოდის ადამიანში სული და რა თვისებებს ატარებს ის, თუნდაც იმ გარდაცვალების მერე. მადლობს უყველას. ეს კითხვა დიდ ვრცელ პასუხს მოითხოვს, მე მაქვს მხოლოდ 5 წუთი, იმიტომ რომ მსახურება იწყება. მოკლე პასუხი ესეთია, რომ ყველა მაგ კითხვაზე პასუხია თქვენი სახელი? ბექა, ყველა მაგ კითხვაზე. ეს არ არის, როგორი კითხვები იყო, იცი, ეს არის სასკოლო თეოლოგიის კითხვები, რომელიც სემინარიის პირველ კურსელმაც ყველა მიცის, რამე თუ ქრისტიანულ თეოლოგიაში ყველა ამ კითხვაზე არის პირდაპირ პასუხი. ასე რომ ეგ პრობლემა გარდა ერთისა, როცა თქვენ თქვით, რომ სული როგორ შეიგრძნობა, ეგ რთული თემაა, ეგ არის დაახლოებით როგორი თემა, ის რწმენა როგორ შეიგრძნობა
სიყვარული როგორ შეიგრძნობა, ანუ ეგზისტენციალური კითხვა, რომელზეც პასუხი საკუთარი სულიერი ცხოვრების პრაქტიკით უფრო შეიცნობა, ვიდრე ვერბალურად და რაციონალურად. რაც შეეხება რაციონალურ პასუხებს დანარჩენებზე, პასუხი ძალიან მარტივია. ესე იგი, ადამიანის სული არ არის მარადიული წარმოშობის, ადამიანის სული სხეულთან ერთად იქმნება ჩასახვის მომენტში. ამიტომ მას ბუნებრივია, რომ წარსულის მეხსიერება ვერ ექნება, იმიტომ რომ ის წარსულში არ არსებობდა, მაგრამ არის ერთი მაგრამ. ღმერთში დრო არ არის. ამიტომ ღმერთი რომ სამყაროს ქმნიდა, სამყაროს ხო ადამიანისათვის, ახლა თევზისთვის არ შეუქმნია სამყარო, ადამიანისთვის შექმნა. ამიტომ ღმერთი რომ სამყაროს ქმნიდა, ღმერთის ხსოვნაში და მეხსიერებაში ჩვენ ყველანი ვარსებობდით მარადისობიდანვე. ეგ ერთი. ანუ რეალურად არ ვარსებობდით, იმიტომ რომ სამყარო დროში შეიქმნა, მაგრამ ღმერთის ხსოვნაში ჩვენ ყოველთვის ვარსებობდით, ეს ერთი და მეორე. თქვენ თქვით, რომ თუ მარადიული არ არის, ისაც მარადიული არ არის, ის დასასრული ექნება, იმიტომ რომ ღმერთია მარადიული, რომელსაც დასასრული აქვს დასაწყისი, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი გადარჩენის ერთ-ერთი საიდუმლოება. მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის პიროვნება, რომელიც თავის სულისა და სხეულის მიერ არსებობს, ადამიანის პიროვნება იწყებს რეალიზებას, მარადისობაში რეალიზებას იწყებს ღვთაებრივი ენერგიით. ამას მაქსიმ ახსარებელი ამბობს და ეს საკმაოდ საინტერესო თეოლოგიური საკითხია. ჩვენ თუ გადავრჩებით და ვცხონდებით, ჩვენი მარადიული არსებობა განპირობებული იქნება საღვთო ენერგიით, რომელიც მამა ღმერთს, ზე ღმერთს, სულიწმინდა ღმერთს საერთო აქვს და რომელიც გვექნება ჩვენ და ღმერთს გაგვაერთიანებს ღვთაებრივი ენერგია. ამიტომ ხდებით ჩვენ ღმერთის შვილი ნამდვილად. აქედან გამომდინარე, მე მგონი სოფრონ სახაროვიც ამას ამბობს და მაქსიმ ახსარებელი ამბობს ამას, ადამიანი, რომელიც დროში გაჩნდა, ხორცით და სულით და მარადიულად იარსებებს, გარკვეულწილად შეიძლება ისე თქვის მარადიულად არსებობდა არა ფაქტობრივად, არამედ ღვთის მეხსიერებაში და ამავე დროს თუ ის გადარჩება ღვთის ენერგიის მიხედვით რაღაც იცხოვრებს და რადგან ღვთის ენერგია მარადიულია, ის თითქოს იცხოვრებს როგორც მარადიული არსება. ამიტომ არის გადარჩენილი ადამიანი, არის მადლით ღმერთი. ეს თემები ძალიან საინტერესოა და აი ამგვარად არის მოწოდებული ქრისტიანობაში. ადამიანის განხთობის იდეას ეფუძნება ეს. და კიდევ ერთი რომ ადამიანი მარტო სული არ არის, ხორციც არის და ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში უფალო დაბრუნდება, ხორციც აღდგება. ოღონ ეს ხორცი რა იქნება, არ ვიცით. ბუნებრივია ესეთი არ იქნება, რაღაც სხვა რამე იქნება. და სულისა და ხორცის ერთობა განაპირობებს ადამიანის პიროვნების შემოქმედებითობას. ხორცი ინსტრუმენტია, როგორც მუსიკოსის ხელში გიტარა და პიანინოა. ეს ცალკე ფენომენია კიდო. ესე იგი, ყველაფერი ამაზე პასუხი არსებობს და ეს თითოეული პასუხი წარმოაჩენს თუ რა შეხედულება აქვს ღმერთს ადამიანზე, სადამდე აყავს ადამიანი, ხოლო სუბიექტური კითხვა იმაზე თუ ეს სული სად არის და როგორ განვიცადო, ეს არის ეგზისტენციალური საკითხი, რომელიც პრაქტიკული ცხოვრებით გადაიჭრება და არა თეორიული პასუხით. სული განიცდება ყველა ადამიანის მიერ ინტუიციურად და როცა ადამიანი უფრო მეტად და მეტად უახლოვდება ღმერთს, უფრო მეტად და მეტად ძლიერდება ეს ინტუიცია. აი ეს არის მოკლე პასუხი. მადლობა მეუფეს, მადლობა თქვენ, მადლობა მამა მატათას, სხვათა შორის საკურთხეველში რომ შევედი, ისეთი გამშვენებული იყო საკურთხეველი, ესეთი ძვირფასი, უფლის ადიდებელი საკრალური ნივთები იყო, მათ შორის სახარება, ბარძიმი, რომ აი ძალიან გამიხარდა და საერთოდ ეს ტაძრის გამშვენება არის ერთ-ერთი გამოხატულება ჩვენი ქრისტესადმი სიყვარულის, რაც მე საკურთხეველში ვიხილე და მადლობა უთხარი თქვენი ტაძრის წინამძღვარს. პატრიარქის საიუბილეო დღეებთან რადგან არის ეს ჩვენი ღონისძიება მიძღვნილი, ესეთი ამასთან დაკავშირებით პატრიარქის სურათია ეს არის დაანონსებული ჩვენი შეხვედრებია, სად და როდის გაიმართება.